სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამήν. მეოთხე კვირას დიდი მარხვისა. შეგუნება, სწავლება, სიტყვა წმინდა მღვდელმთავრისა გაბრიელისა იმერეთის ეპისკოპოსისა. დღევანდელ სახარებასთან დაკავშირებით. დღევანდელი სახარება მოგვითხრობს ჩვენ ძმანო და დანო ქრისტიანები, რომ ერთხელ კაცმან ვინმე მოუყვანა მოციქულთა იესო ქრისტესთან თვისი შვილი, შეყრობილი და გატანჯული სულისაგან არაწმინდისა და ევედრებოდა მათ, რათა განკურნონ იგი. მაგრამ მოწაფეთა ვერ შეძლეს მისი განკურნება და მიჰგვარეს იგი უფალსა იესო ქრისტესსა და მან ერთითა სიტყვითა განაძო არაწმინდა სული მისგან. განკვირვებულთა მოციქულთა კითხეს უფალს, რა ისათვის ვერ შეძლეს მათ განდევნა სულისა მის არაწმინდისა და მაცხოვარმან უპასუხა მათ. ნათესავი ესე შესაძლებელ არს განსვლად გარნა ლოცვითა და მარხვითა. ამ პასუხით მაცხოვარი გვაჩვენებს, რა დიდი ძალა აქვს მარხვასა და ლოცვას. მაგრამ არათუ მხოლოდ სიტყვითა, არამედ საქმითაც მაცხოვარი ხშირად აჩვენებდა, რომ დიდად საჭირო არის კაცისათვის ლოცვა და მარხვა. ვიცით ჩვენ სახარებისაგან, რომ პირველ ვიდრე იგი შეუდგა ქადაგებასა, ორმეოცისა დღისა მარხვითა და ლოცვითა მოამზადა თავი თვისი, დიდისა ამის საქმისათვის. ესევე, როდესაც მან განიზრახა ამორჩევა 12 მოციქულთა, რომელთაც შემდეგ მთელი მსოფლიო განანათლეს ქადაგებითა თავიანთითა, მთელი ღამე ილოცა და შემდეგ გამოარჩია ისინი. მრავალგზის მოიყვანს კიდევ სახარება ამის მსგავსთა მაგალითად. ხშირად მაცხოვარი საღამოს დროს განეშორებოდა მოწაფეთა და უდაბნო ადგილს, ანუ მაღალ მთაზე გაატარებდა მთელ ღამეს ლოცვითა. საკვირველი არის, რა საჭირო იყო მისთვის ლოცვა და მარხვა. როდესაც ჩვენ კაცნი ვლოცულობ და ვიმარხავთ, ამას ვიქნით იმისათვის, რომ ჩვენ ვართ ცოდვილნი და გვსურს ლოცვითა და მარხვით გამოვითხოვოთ ღმრთისაგან შენდობა და მოწყალება. მაგრამ მაცხოვარი იყო უცოდველი და მისთვის რა საჭირო იყო ლოცვა და მარხვა. ჩანს, რომ ერთობ რამე დიდი მნიშვნელობა და ძალი აქვს ლოცვას. თავისთავად და უეჭველია იმისათვის თვითონაც ინუგეშებდა მაცხოვარი ლოცვითა და ჩვენცა საკუთარითა თვისითა მაგალითითა შეგვაგონებს ლოცვასა და მარხვასა. მართალია ლოცვას დიდი მნიშვნელობა და მადლი აქვს კაცის სულისათვის. ვიცით ჩვენ ყოველთა რა დაცემულია კაცის ბუნება, რა სახით მიდრეკილია ყოველი ადამიანი ცოდვისადმი. მაგრამ მის შორის მაინც სრულიად არასოდეს არ განქარდება თესლი ღვთის მადლისა და სიკეთისა. რაც გინდა გაფუჭებული იყოს და წამხდარი რომელიმე კაცი, რაც გინდა დაყრუებული იყოს მისი სინდისი, მაინც არ შეიძლება არ დარჩეს მის შორის რომელიმე კეთილი, მხარე, რაოდენიმე ნეშტი ღვთის ხატებისა და მსგავსებისა. მაგრამ სამწუხაროდ ამ კეთილს მხარეს ჩვენი სულისა აუქმებენ და აყრუებენ ცოდვანი, განსაცდელნი ამას სოფლისანი.
უფალი ჩვენი იესო ქრისტე მისთვის მოვიდა ქვეყანაზე, რათა გააცოცხლოს და აღამაღლოს ეს უმჯობესი და უკეთილესი მხარე კაცის ბუნებისა და ერთ უდიდეს საშუალებასაც ამ საგნისათვის გვიჩვენებს ჩვენ ლოცვითა და მარხვითა. ლოცვა მარხვასთან შეერთებული, თუ კი იგი არის გულწრფელი, გააღვიძებს და გააცოცხლებს ყოველსა მას, რაიცა არის კაცის გულში და სულში კეთილი, წმინდა და პატიოსანი. თაებრივი დათრგუნავს და მოსპობს ყოველსა ბოროტსა სურვილსა და მიდრეკილებასა ადამიანისა. თვით ჟამსა ყუდრო წრფელი ლოცვისა კაცის გულში დადუმებულია უნებლიეთ ყოველი ვნება და ცოდვა და თუ კი კაცი ხშირად განიმეორებს ხურვალებით ლოცვას, მაშინ სრულიად დააძინებს და დააუძლურებს მის შორის ცუცსა სურვილთა და ყოველთა გულისთქმათა. როგორადაც გაზაფხულის მზე გაათბობს ჰაერს, განსდევნის ნისლს ზამთრისასა და გამოიხმობს მიწისაგან მცენარეთა, აღვაყვავებს ხეხილთა, მსგავსადვე სითბო ლოცვისა დაადნობს და განსდევნის კაცის სულისაგან ნისლსა და სიბნელესა ცოდვისასა. გამოიხმობს მის გულისაგან ყოველსა კეთილსა, აზრსა და წმინდასა განზრახვასა. მეორედ, გულწრფელი ლოცვა და მარხვა არის ნიშანი სიმდაბლისა და ღვთის მორჩილებისა. იგი მოასწავებს, რომ კაცმა იცნო თავი თვისი, მოიძულა ცოდვა, მოეწყინა მონება ხორცისა, დაიმდაბლა თავი თვისი. კაცსა ამპარტავანსა და თავხეთსა არ შეუძლია გულწრფელად ილოცოს. ვიდრემდის კაცს არ გაუჩნდება გული შემოსრული, სული შემოსრული და დამდაბლებული და ვერ დაემხობა ღვთისა წინაშე სიმდაბლითა, იქნება მან პირჯვარი, იწეროს, წირვა მოისმინოს, მაგრამ ჭეშმარიტად ლოცვის მადლი მას არ გამოუცდია. მესამედ, ჭეშმარიტი ღვთაებრივი ლოცვა გაუჩენს კაცს გულში გამოუთქმელსა, ნუგეშსა და სიხარულსა. ასე რომ, კაცმან, რომელმან იგრძნო ტკბილი გემო ლოცვისა, ადვილად იტვირთებს ცხოვრების სიმძიმეს, ქვეყანასა ზედა. როდესაც დავით წინასწარმეტყველს და მეფესა გაუჭირდებოდა ამ სოფლის ცხოვრება, გარემო მოადგებოდა განსაცდელნი უამრავი მრავალფერნი, მაშინ სული მისი მიიქცეოდა ღვთისადმი და ლოცვაში პოვნიდა ახალსა, ნუგეშსა და ღონესა. გარნა მე ვირჩიე მივრდომა სახლსა ღვთისა ჩემისასა, უფრო ის ვიდრეღა დამკვიდრებად ჩემ და საყოფელსა ცოდვათასა. უბედური არის ის კაცი, რომელმან ლოცვა არ ისწავლა. არ ისწავლა გულწრფელი, გულითადი ლოცვა. საქმე ის არის, რომ ადამიანი, რომელიც გულწრფელად არ ლოცულობს და ასეთები კი 1000-ში 1 თუ იქნება, უმეტესად მხოლოდ გარეგნულად აღასრულებს სჯულს. უმეტესი ნაწილი კმაყოფილია გარეგანითა ლოცვითა, მიჩვეული არიან მხოლოდ გარეგანთა წესთა და მოძრაობათა ლოცვისათა და ამასაც აღასრულებენ უაზროდ და უნაყოფოდ. მათი ლოცვა იქვე გათავდება, სადაც იწყება, იმ გარეგანის მოძრაობითა. ალბათ ჩვენი თავისთვისაც შეგვიტყვია, როდესაც ხატთან მივდივართ, მექანიკურად მივდივართ და პირჯვარს ვიწერთ ისე, რომ შეიძლება
არც კი ვლოცულობთ, უბრალოდ ხალხს მივემთხვევით და იმაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია ამ დროს რას ვითხოვთ იმ წმინდანისაგან, რომელიც იმ ხალხზე არის გამოსახული. ასეთ ლოცვას ბუნებრივია არანაირი ფასი, არანაირი ძალა არ გააჩნია. მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი ლოცვა უნდა გახვეს კაცს, დარჩეს მის გულში და თანა უბიდოდეს, წინა უძღოდეს ყოველსა შინა მისა ცხოვრებასა. მართვისათვის აქ ჩვენ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, რადგანაც მრავალგზის გვითქვამს და აგვიხსნია მარხვის მნიშვნელობა. მხოლოდ იმას დავუმატებ, რომ ლოცვასა და მარხვას დიდი და ძლიერი კავშირი აქვს. ერთი მეორეს აღამაღლებს და განამტკიცებს. აჰა მიზეზი, რომლისათვის მაცხოვარი შეაერთებს ზემოთ მოყვანილ სიტყვებში მარხვასა და ლოცვას და ორივეს სწორ მნიშვნელობას აძლევს. საღმრთო წერილიც ყოველგან ორივეს ერთად იხსენიებს და აგრეთვე წმინდა მამებიც. მასადამე ერთი მათგანი არ იქნება საკმარისი ნაყოფიერი, თუ მეორეც არ შეეწია მას. მერთმა ყველას მოგმადლოს წმინდა მამათა ლოცვებით, იმის ნიჭი და უნარი, რომ გულწრფელი იყოს ჩვენი ლოცვა და ასევე გულწრფელი იყოს და სულიერი, ღვთისმსულიერი ჩვენი მარხვა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაყოფოთ.